შაბათს უწყვეტი საპროტესტო გამოსვლების მე-80 დღეს საზოგადოება ევროპის მოედანზე შეიკრიბება, საიდანაც ცვლილობას ახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით გამართავს. დავით კობიძე მოგუყვება მეც თუ როგორია 15 თებერვალს დაანონსებული შეკრების გეგმები. დღეს საქართველოს დგას გადამწყვეტ საფეხურზე და ახლა არჩევანი არის დიქტატურასა და თავისუფლებას შორის. ეს იქნება მთავარი გზავნილი მასშტაბური აქციისა, რომელიც დედაქალაქში ზეგ 15 თებერვალს არის დაანონსებული. უწყვეტი პროტესტის მე-80 დღეს მოქალაქეები ისევ შეიკრიბებიან, ისევ ქუჩაში გამოვლენ და საკუთარ გზავნილებს და მოთხოვნებს კიდევ ერთხელ გააგონებენ არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რომელიც ჯერჯერობით არაპირებს, რომ ჯიუტად არაპირებს უпростоრად რომ უკან დაიხიოს და მოусმინოს საკუთარ მოქალაქეებს, მოусმინოს საერთაშორისო პარტნიორებს, თუმცა ამ დემონსტრაციის მონაწილეები ამ მასშტაბური შეკრებით და დემონსტრაციით კიდევ ერთხელ ეტყვიან ოლიგარქიულ რეჟიმს, რომ არაპირებენ დანებებას და რომ არ დაუშვებენ ქვეყანაში დამყარდეს დიქტატურა და ავტოკრატია, ყველაფერს გააკეთებენ მათ ხელს არსებული რესურსით, რომ შეებრძოლონ იმ უსამართლობას, იმ რეპრესიებს, რომელსაც ყოველდღიურად უპირისპირებს ოლიგარქიული რეჟიმი საკუთარ მოქალაქეებს, თუმცა ფაქტია, რომ ეს ამ ადამიანებს არ აშინებს და ახლა კიდევ უფრო დიდი აქციისთვის ემზადებიან, რაც შეეხება ტექნიკურ დეტალებს. მოქალაქეები შეკრებას ზუსტად 6 საათზე დაიწყებენ ევროპის მოედანზე და მსვლელობის საბოლოო ლოკაცია იქნება თავისუფლების მოედანი, როგორც ამ აქციის მონაწილეები ჩვენთან საუბარში ამბობენ, იგეგმება სახელმწიფო სფეროს წარმომადგენლების მიერ სხვადასხვა პერფორმანსებიც. ეს იქნება ესეთი რეჟიმი, უფრო მეტად მძიმე, როდესაც დაპატიმრებები, რეპრესიები ყოველდღიურობა გახდება, აღარ იარსებებს გამოხატვის და შეკრების უფლება და ფაქტობრივად ქვეყანა სიტყვის და თავისუფლების უფლება შეიზღუდება, მედია შეიზღუდება და ქვეყანა საბოლოოდ ჩამოშორდება ევროპულ გზას და გადაიქცევა რუსეთის კოლონიად, შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ჩვენი უწყვეტი პროტესტი გაგრძელდეს და დავგეგმოთ და ერთი ძალიან დიდი შეკრება გავაკეთოთ, რომელსაც ჩვენ გეგმავთ 15 თებერვალს 18 საათზე. ვიხილეთ, როგორ მიიტაცა კრიმინალურმა ბანდამ, ქართულმა ოცნებამ საქართველოს მოსახლეობის კუთვნილი ხელისუფლება და როგორც ცდილობს, რომ გაიმეოროს 1921 წლის თებერვლის ისტორია და დაამყაროს საქართველოში და ჩააცემენტოს რუსული დიქტატურა. შესაბამისად ამას საქართველოს ღირსეული მოქალაქეები არ შევეგუებით, ამიტომ მოვუწოდებთ თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, რომ გამოვიდეს 15 თებერვალს 16 საათზე ევროპის მოედანზე. თქვენ შეგეძლებათ, რომ ევროპის მოედანზე 15 თებერვალს 6 საათზე მოიტანოთ წერილები, რომლებსაც ჩვენ შემდგომ გადავცემთ პატიმრებს და ასევე ამ აქციაში იქნებიან ჩართულნი საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი, სხვადასხვა ჯგუფები, ისინი შეუერთდებიან ამ აქციას სხვადასხვა ლოკაციიდან და საბოლოო ჯამში ჩვენი, ასე ვთქვათ, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების მხარდაჭერით ასევე იქნება და არის დაგეგმილი გარკვეული პერფორმანსი. პირველი რომ სინდისის პატიმრები განთავისუფლებულები იყვნენ, რაც შეიძლება მალე, რომლებსაც არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ და მეორე მესიჯი ეს იქნება, ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს, უნდა დავაბრუნოთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და აქედან გამომდინარე ვიკრიბებით ყველა და დარწმუნებული ვარ, რომ იქნებით ძალიან ბევრი. მოლოდინი არის, რომ ზეგინდელი შეკრება იქნება ხალხმრავალი და მასშტაბური. დედაქალაქში აქციას შემოუერთდებიან მოქალაქეები რეგიონებიდანაც, ასევე საკუთარ საპროტესტო ხმას და გზავნილებს არალეგიტიმურ ხელისუფლებას ოლიგარქიულ რეჟიმს გააგონებენ ემიგრაციიდანაც.